მოვაჭრეები ეგრეთ წოდებული ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე უკვე 3 საათია, რაც შეკრებილები არიან და მიზანი იყო ის, რომ დღეს ისინი ელოდებოდნენ, რომ აქ მერიის წარმომადგენლები მოვიდოდნენ და მათ გაესაუბრებოდნენ, ისინი კი გააცნობდნენ თავის პრობლემებს და ისინი ითხოვდნენ ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამ დრომდე მერიის წარმომადგენლები აქ არ მოსულან და არც სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად მოქალაქეები კვლავ აქ დგანან და არიან მათ მოლოდინში. ჯერჯერობით არ ვიცით თუ რა იქნება მათი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მათ მერიიდან არავინ შეხვდება, გეტყვით იმასაც, რომ მენეჯერმა მათ უთხრა, რომ დაერეკათ მერიაში და ეთხოვათ, რომ ვინმე მოსულიყო აქ და გასაუბრებოდა დაზარალებულ მოვაჭრეებს და მოვაჭრეები დღეს დილიდან 10 საათზე, როდესაც შეიკრიბნენ, მათ უკვე სურდათ, რომ შესულიყვნენ შიგნით ენახათ თავისი დახლები, რომლებიც იყო განადგურებული, ზოგმა შეძლო და კონკრეტული პროდუქცია მაინც გამოიტანა, კონკრეტულად მაგალითად ეს იყო ფეხსაცმელი და ისინი ძალიან დიდ ემოციებში იყვნენ, მაშინ როდესაც შედიოდნენ, ბევრი ამბობდა, რომ მასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ დღეს აი ასეთი რამის მომსწრე გახდებოდა და ძალიან ბევრიც ამბობს, რომ მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო შემოსავალი. ერთმა ადამიანმა მაგალითად გითხრა, რომ მან საჭმელიც კი ვერ მიუტანა მის შვილს და ვითარება სწორედ ასეთი არის. ახლა მოვაჭრეები ითხოვენ შეხვედრას მერიის წარმომადგენლებთან, ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, არ იციან თუ რა უნდა გააკეთონ, რადგან მათ ფაქტობრივად სამუშაო ადგილები დაკარგეს და ერთ-ერთი მოთხოვნა ისიც არის მაგალითად, რომ მათ ჰქონდეთ კონკრეტული ადგილი, სადაც ვაჭრობას გააგრძელებენ. გეტყვით ასევე იმასაც, რომ მოვაჭრეები ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ აქ დღეს გაკეთებული კომენტარები. 8 წლის მერე ისევე იგივე ისტორია განმეორდა, ამოვედით 2 იმდენი საქონელი უკვე ცუდად ვარ. აი აქ დამეწვა. რა გავაკეთო? ჩემი ნაშრომი დღე-დაღამე გათენებული. აი არ ვიცი დასვენება რა არსებობს. ჩემთან რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი მოვალეობა მე ვიხდიდი. ადგილის პლუს ვიხდიდი ყველაფერს აბსოლუტურად. აი ყველანაირად 100% შესრულებით. რატო უნდა ვიყოთ ამ დღეში? ხალხი განადგურებული ვარ. დაგვეხმაროს ხელისუფლება, პირველი მოთხოვნა ჩვენია. აი არსებობს დანაშაული ამ ხელა ტერიტორია 14,000 კვადრატი, როგორ შეიძლება 1.5 დაიწვას. კანალიზაციაში რაღაცა იყო გახსნილი, ეს 15 წუთში ესე ალება, ესე მდგომარეობა, მე კინოშიც არ მინახია ხალხო, კინოშიც არ მინახია ესეთი მდგომარეობა, გაკიალებულია ყველაფერი. ესეთი სასაუბრო ძალათი არ არის დამწვარი, დაბუκული. ამ ხელერამის უძლებდით. საწოდავდა პოლის ფულსა. 3 ბანკი მაქვს მე თვითონა. ბანკით სულ ყველასა. თითქმის აქ კარგი მაცხოვრებელი არავინ არ გვიხის ხალხი და მუშა ხალხი ვიყავით. რამის 200 წნევა მივარდა. აი ძალიანა და მე კიდე ფულის აქ მქონდა დატოვილი რაც აი ღმერთს კეფიცები. ფულის აქ მქონდა დატოვილი ნავაჭერი ყველაფერი. და ისე რა ვიცი და იმ ხელა მაღაზიები, წინა მაღაზიების საშინელება. დარჩა ხალხი უმუშევარი. რა იმედები ჩაუსახო ხალხს? რა ვაიმედო რომ გამოვა ხვალ ირჩინონ თავი. აქ არ იყო თითოსული ოჯახიდან ცოლქმარები იყვნენ, რითაც არსებობდნენ და რითაც იკვებებოდა ხალხი. მინდა შემხვდეს ვინმე წარმომადგენელი, დაგვეხმაროს ყველა მხრიდან, ჩაერთოს მთელი გუნდი, რაღაცა გამოყონ ფონდი, ვისაც რისი საშუალება აქვს დაგვიდგეს გვერდში, გამოგვიყოს ტერიტორიები და ხალხი დავასაქმო. ხალხი დამირჩა მშიერი. აქ არ არის ერთ ადამიანზე, არის ძალიან ბევრი უმუშევარი, რომელსაც მხოლოდ აქედან შედიოდა ლუკმა პური. პასუხი არ არსებობს ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება ის გამოძიება თუ რაღაცა არ იქნება პასუხი და მე რა უნდა უთხრა, ვინმეს რა უნდა მოვატყუო ვინმე? გუში იმდენმა ხალხმა დამირეკა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მე არ ვიცნობდი საერთოდ მაგ ხალხს რა. ჩვენ ახლა კადრში განახებთ სწორედ იმ ტერიტორიას, რომელიც გუშინ 6 საათიდან, დილის 6 საათიდან იწვოდა და დაახლოებით 9 საათზე შეძლეს მეხანძრე მაშველებმა მისი ლიკვიდირება. აი ხედავთ კადრებს თუ როგორ არის აქ განადგურებული, გაცამტვერებული ფაქტობრივად ეს ტერიტორია და აქ ხალხს ჰქონდა თავისი პროდუქცია, რომლითაც ვაჭრობდა და შემდგომ ოჯახისთვის მიჰქონდა სარჩო და ეს ხალხი ამბობს, რომ ახლა ყველაფრის გარეშე არიან დარჩენილები და
არც კი იციან დაბნეულები არიან თუ რა შეიძლება რომ მოიმოქმედონ აი თქვენ ხალხს ხედავთ აი აქ რომლებიც ესაუბრებიან საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, აქვე არის მედიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დილიდან მუშაობენ და გეტყვით ასევე იმას, რომ აი ეს ტერიტორია, რომელიც გუშინ დაიწვა, დაზღვეული არ ყოფილა, სწორედ ასე გვეუბნება ჩვენ შპს ბაქნის დამფუძნებელი, რომელმაც გითხრა, რომ ეს ტერიტორია დაზღვეული არ ყოფილა, რადგან იყო რაღაც შესასწორებელი და როდესაც დოკუმენტები მათ მოაგროვეს, შემდგომ უკვე ეს პროცესში იყო, თუმცა როგორც ხედავთ, დამწვარია ტერიტორია და შესაბამისად დაზღვევაც არ ჰქონიათ და მათ ასევე განაცხადეს, რომ ინდივიდუალურ ფიზიკურ პირებზეც არ არის დაზღვევა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დამზღვევები იტყობენ, რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ბაზრობების დაწვა, ისინი მათთვის არ არის ეს ხელსაყრელი და შესაბამისად ეს ტერიტორია ჯერჯერობით უცნობია, ეს ზარალი ანაზღაურდება თუ არ ანაზღაურდება, თუმცა მოქალაქეები კვლავ რჩებიან აქ იმისათვის, რომ ისინი ითხოვენ, რომ მერიის წარმომადგენელი მათ შეხვდეს.